LGBT ადამიანების უფლებებზე, 1000 სიგიჟე ვრცელდება საქართველოში, რომ აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეს კიდევ გამომივიდეს ამ ინფორმაციის გავრცელება და გამრავლება, რომ აი ისეთ რაღაცებს რომ ჩვენ ვიღაცები გვახვევენ თავს რაღაც გადამეტებულს და იმას და ამას და ჩვენ ქვეყანაშიო პრობლემა მიმღებლობის არასდროს არ იყო და ახლა გაჩვენებთ როგორი მიუღებლობის პრობლემა გვაქვს რეალურად. აგერ ჩემი თანასკოლელია, მე ამას იმიტომ ამბობ, რომ ეს ადამიანი საუბრობს თავის იდენტობაზე, საჯაროდ არ აქვს პრობლემა. ჩემი თანასკოლელი უსინათლო ადამიანი, მშობლებმა გააგდეს სახლიდან. რის გამოც, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში რომ შიშემო პირი უსინათლო, რომ სახლიდან გაიგდება. და მას მოუწია, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად მაგითი ადამიანს აგდებ მოძალადეების და ძალადობის ხახაში, იმიტომ რომ სად უნდა იმუშავა ამ ადამიანს, როცა უსინათლოს დასაქმება არის გამონაკლისი ამ ქვეყანაში და არა წესი. მე სხვა შორის მამამისს წერდი, ვესაუბრებოდი, რომ შვილის დაკარგვა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ელემენტარული არ ვართ ჩვენ იმდენი, რომ ასე ადვილად ერთმანეთი დავკარგოთ, რომ მაგით პირიქით უარეს მდგომარეობაში აგდებდა ამ ადამიანს, მაგრამ არ შეისმინა არანაირად, უბრალოდ რაღაც ციტატებით პასუხობდა. და ციტატები ამჯობინა, აი მართლა ადამიანის, რა ვიცი, სიცოცხლეს, თავისი შვილის და უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას და რა ვიცი ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ჩვენი პენსიით ჭალებში ბინას ვერ იქირავებ და მარტო უსინათლო ადამიანი ვერ იცხოვრ. და რა თქმა უნდა მას მოუწია ქვეყნიდან წასვლა და აი ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანამ დაკარგა კიდევ ერთი ადამიანი. ძალიან შეგნებული სხვათა შორის. მეორე მაგალითი და ეს როცა ვთქვი სადღაც ადამიანი ხალხმა ეს ძალიან გაიგვილა და ვერ წარმოედგინათ, რომ როგორ შეელახათ ტრანს ადამიანებს უფლებები საქართველოში, როდესაც აი ამ კანონმდებლობის პაკეტი რომ მიიღეს ერთბაშად, ვიღაცებს ჰქონდათ ჰორმონოთერაპიები დაწყებული, ანუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, გენდერის გამტკიცების პროცედურები, რასაც ქვია, და ეს იმის გამო, რომ ეს პროცედურები აიკრძალა, ექიმებს უკვე ეშინიათ ამ ადამიანებისთვის კონსულტაციების გაწევა და რა გამოდის, ანუ ეს ადამიანები გაჩერდნენ შუა გზაში. მიიღებდნენ საკმაოდ სერიოზულ წამლებს, რომლებიც ბევრ რამეზე ახდენენ ზეგავლენას და უცებ ამ წამლების მიღება რომ გიწყდება, იმიტომ რომ ეს ამ წამლების მიღება უკვე დანაშაულია, შეიძლება დაგიჭირონ, შეიძლება პასუხი მოგთხოვონ, ექიმთან ვერ მიდიხარ და კონსულტაციას ვერ გიწევენ და ვიღაცებმა ხალხმა ეხა რაღაცა ინტერნეტში გუგლით და ესე აგრძელებენ ამ საკმაოდ სერიოზულ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მკურნალობას. რის გამოც ვინ არის პასუხისმგებელი ამ ხალხს, რომ დაუზიანდება ჯანმრთელობა და უამრავი პრობლემა შეექმნებათ. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? ეს არის ადამიანის წამების ტოლფასი, რაც საქართველოში მოხდა და როგორც რა მდგომარეობაშიც ჩააგდეს ადამიანები ყოველგვარი ფიქრის და გააზრების და გარეშე. ამიტომ ის რომ ჩვენთან თურმე მიმღებლობა იყო, არ იყო მიმღებლობა და არ არის. და ის რომ ადამიანებს სახლიდან აგდებენ, ეს არ არის გამონაკლისი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ ჩემ თანასკოლელის მშობლები ყველაზე ბოროტი მშობლები არიან. ეს სისტემურად ხდება ასე.